მოგესალმებით ქალბატონო ციცი, გისურვებთ წარმატებულ პრეზენტაციის წარდგენას. ასევე ძვირფასო მსმენელებო, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს ჩვენთან ერთად. გისმენთ ქალბატონო ციცი, დიდი სიამოვნებით. პრეზენტაციის შემდეგ ძალიან გთხოვთ, იყავით ასევე ყურადღებით იქნება განცხადება. მადლობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო პარტნიორებო, მიხარია თქვენთან შეხვედრა. იცით, რომ ჩვენ ასე კვირაში სამჯერ გვაქვს ეს მნიშვნელოვანი ჩართვები და რატომ ხო? თითქმის ყოველ ჩართვაზე ვამბობთ ერთი და იგივეს, ხო? ზოგმა შეიძლება ასე იფიქროს. მაგრამ ეს ერთი და იგივე საჭიროა ძვირფასებო, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ყავს ბევრი სტუმრები. ამიტომ ამ სტუმრებს ჭირდებათ ეს ინფორმაცია. დასაწყისისთვის გაგეცნობით, მე ვარ კომპანიის აფილირებული პარტნიორი, ციცი ბეჟუაშვილი, პროფესიით პედაგოგი და ძალიან ბევრ ქსელურ კომპანიებში ვარ ნამუშევარი. მაგრამ მინდა გითხრათ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რასაც მე აქ ვხედავ, მსგავსი არსად არც შემხედრია, არც მინახია, არც მსმენია ძვირფასო სტუმრებო. კომპანია ლივგუდი. ეს არის სენსაცია, მოვლენა 21 საუკუნის აღმოჩენა, რასაც ქვია. და როდესაც თქვენ დააგემოვნებთ ამ კომპანიას, იგივე სიტყვით შემდგომ. იმიტომ რომ ნამდვილად ვერც კი მოიაზრებთ თუ არსებობს ასეთი კომპანია, ასეთი ლეგალური, ასეთი გამჭვირვალე და ასეთი ბიზნესი და მსგავსი დანამატები. გითხარით, ძალიან ბევრ ქსელურ კომპანიებში ვარ ამოღვაწარი, მაგრამ ვერც კი შევატარებ. აი როგორც ჭიანჭველა რომ ვერ ეტყვის სპილოს, რომ გაიწიე მე შენზე დიდი ვარ, ხო? აი ასე, ვერც კი შევატარებ. ეს გამორიცხულია, რომ არალერსაც ვერ გავავლებ, ვერანაირად. როგორც გითხარით, ეს არის სენსაცია და მოვლენა. ასე რომ თქვენ მადლობას ეთქვით თქვენს მომწვევებს, იმიტომ რომ მსგავსი კომპანია, როგორც გითხარით, არ არსებობს დედამიწის ზურგზე. და რატომ ახლა? კომპანია ლივგუდი მდებარეობს შტატ ფლორიდაში, ის ოპერირებს 232 ქვეყანაში და კიდევ აგრძელებს შესვლას სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე კომპანიას მიენიჭა 3A+, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე სანდო კომპანია. აქ არის საოცარი ბიოდანამატები, რომელსაც აქვს USD სერტიფიკატი, GMP-ს, კოშერის, ISO-ს და უამრავი სერტიფიკატები. არც ერთ ქსელურ კომპანიაში მე ეს არ მინახავს, რომ პროდუქტს, თითოეულ პროდუქტს თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგს 12, 15, 20, 25 სერტიფიკატიც აქვს. აი ძვირფასო მეგობრებო, რომ მინდა რომ დავსკრინო, აი დაუშვათ, თუნდაც ეხლა შემოვიდა ჩვენთან ეს შავი წიწის ზეთი, შავი ჯავზის, ხო? ვერ ვსკრინავ, მე მგონი 25 სერტიფიკატი აქვს და ფაქტიურად არ ეტევა მოწყობილობაში ტელეფონში, რომ ეს სრულად დავსკრინო. ასე რომ, სასწავლო კომპანიაში ბრძანდებით. ყველა ჩვენ თქვენსავით აქ შემოვედით ბიზნესის კუთხით, მაგრამ დღეს პარტნიორები ვამბობთ. მე პირადად კომპანია $1-საც რო ვარ მირიცხავდეს და საერთოდ არაფერს არ მირიცხავდეს, ვიმუშავებ აქ, იმიტომ რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები გამოგვაჯამრთელა ამ პროდუქტმა. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით, ახლა შევეხოთ ბიზნესს, რისთვისაც თქვენ მობრძანდით ძვირფასო სტუმრებო. პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნავ აგრეთვე იმას, რომ კომპანია გითხარით მდებარეობს შტატ ფლორიდაში და იქ ფეიკი კომპანიები არც კი მოიაზრება, რადგან ასეთი მომქმედი სისხლის სამართლის საქმით ისჯებიან ისინი. ასე რომ, თვითონ ეს ამ კომპანიის დამაარსებლები, ბატონი ბენგლისკი და ნოუდერ ხაზანი,
გახლავთ 25-30 წლიანი გამოცდილი მექსელეები. თქვენ წარმოიდგინეთ. მე და თქვენ ახლა რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ჩვენ საკმაო ხანია მოღვაწეობ ქსელურ ინდუსტრიაში, იმათ ვერანაირად ვერ შევედრებთ, იმიტომ რომ 30 წელი მე არ ვიმუშავია და ალბათ არც თქვენ, ხომ? და თანაც ისინი მილიონრები იყვნენ. მე მილიონერი არც ერთ კომპანიაში არ ყოფილვარ. მილიონერი კი არა, რაღაც კაპიკების გამო დღე და ღამეს ვასწრებდი. ასე რომ მათ გაყიდეს თავიანთი მილიონიანი კომპანია და სწორედ იმიტომ, რომ მობეზრდათ აი ეს, როგორ გითხრათ, ჟანდარმული, ბატონყმური წყობა, რაც ქსელურ კომპანიებში მიმდინარეობს, ამას თამამად ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის რეალობა. ბატონყმობა გადავარდა, ვიცით ხო, დიდი ხანია, მაგრამ ქსელურ კომპანიებში ზუსტად ბატონყმობა გრძელდება. ვინაიდან ყოველთვის ქვედა მუშაობს ზედა ხალხისთვის, ზედა სპონსორებისთვის. გამუდმებულად აბსოლუტურად ეს წრებრომა მიდის ესე. სწორედ ამიტომ მობეზრდათ ამ ორ ჭკვიან კრეატიულ ბატონებს და გაყიდეს თავიანთი მილიონიანი კომპანია, ვინაიდან ბატონი ბენგლისკი აღნიშნავს, რომ წელში ამომივიდაო. ჯერ აქ ეს ყიდვა გაყიდვა, ხო, ქსელურ კომპანიაში. ისე ვერანაირად ვერ იმუშავებ, ეს წარმოუდგენელია. იქ არის ქულები, რომელიც აუცილებლად უნდა მიერთვა კომპანიას. და თანაც ცოტა არ არის. თვეში 250 ლარის აქტივაციას ვაკეთებდი მე პირადად ბოლოს რომელ კომპანიაშიც ვიყავი და ამ დროს გეუბნებია, რომ კომპანიაში რეგისტრაცია უფასოა. ყოველ თვე მე 250 ლარს ვიხდიდი, იმიტომ რომ 50 ქულის აქტივაცია უნდა გამეკეთებინა მათთვის და მე უნდა მეშრომა ჩემთვის. თქვენ წარმოიდგინეთ. პლუს ამას იქ მიწევდა ექიმობაც, ვექილობაც, კურიერიც, ყველაფერი ვიყავი აბსოლუტურად სამწუხაროდ. აქ საბედნიეროდ მსგავსი რამ არ არსებობს, ვინაიდან ჩვენ გვყავს ამ ორ ბატონმა შემოიყვანა პლატფორმაზე ორი უნიჭიერესი წყვილი, ცოლ-ქმარი გულტკინები ლიზა და რაიანი, რომლებმაც შექმნეს საოცარი ბიოდანამატები და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხელეწიფებოდათ მილიონრებს. შეძლებულ ადამიანებს, მოკვდავ ადამიანებზე ეს პროდუქტი არ იყიდებოდა. მოგეხსენებათ რატომ? იმიტომ რომ იყო საკმაოდ ძვირი. მაგრამ სწორედ ამ ორმა ყოფილმა მექსელემ თავის პლატფორმაზე შემოიყვანეს ეს უნიჭიერესი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორანტები და ჩვენ გვეძრება აზრის საწყობის ფასად, ასე ვთქვათ. უმდაბლეს ფასად გვეძლება უმაღლესი ხარისხის ბიოდანამატები, რომელმაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნა, დაუბრუნა და მილიონობით ადამიანი გააბედნიერა. როგორც ფინანსური მხრით, ასევე ჯანმრთელობით. ასე რომ, აი ასეთ გრანდიოზულ კომპანიაში იმყოფებით ძვირფასო სტუმრებო. თქვენ შეიძლება მე ხშირად ვამბობ ხოლმე ჩემს პრეზენტაციაზე, რომ ნამდვილად რეალურ ზღაპარში ვარ თქო. ასე რომ თქვენ აქ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიმუშაოთ $2000-დან $16,000-მდე ხელფასი და ეს არ მოგწმათ. აქ არის ხელფასი დოლარში და ისიც მზარდი. და რატომ არის ახლა მზარდი? შევეხოთ ამ საკითხებს. როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით ძვირფასებო და ორ ადამიანს მოიყვანთ, თქვენ გახდებით ბრინჯაო. აქ არის სტატუსები და სტატუსების და მიხედვით იზრდება თქვენი სიღრმეები და სიღრმეების და მიხედვით იზრდება თქვენი ხელფასი. ასე რომ, როდესაც თქვენ უკვე გახდებით ვერცხლი, ანუ თქვენ მოიწვევთ 3 ადამიანს, თქვენ ხდებით ვერცხლი. კომპანია გიხსნით 4 სიღრმეს.
თქვენ აი ამ 4 სიღრმიდან შემოგდით შემოსავლები. ანუ თქვენი პირადიდან 10%, მესამე და მეოთხე სიღრმიდან 5%, შემდგომ 3, 2, 1 და ასე 10 სიღრმემდე მიდის თქვენი შემოსავლები. პირველად მე როდესაც დავარეგისტრირე ერთი ადამიანი, ველოდებოდი ახლა შემდეგ ხუთშაბათს ხუთშაბათობით გვიჭდება ხელფასები თითოეულ მოწვეულ ადამიანზე $25 და შევედით ჩემს კაბინეტში, როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით, თქვენი კაბინეტი გეხსნება, თქვენი აკაუნტი, თქვენი შიდა საფულე, აბსოლუტურად ყველაფერი არის გამჭვირვალე და შევედი და $25 ნაცვლად აღმოჩნდა $55 და ქალბატონ ნანას ვეუბნები, რომ მეთქი, რა ხდება ეს, საიდან $55 $25 ველოდი, იმიტომ რომ ერთი ადამიანი დავარეგისტრირე. ანუ სულ სხვა სტრუქტურიდან ვიღაც მე როგორც აღმოჩნდა გორელი არის ის პიროვნება, ვიღაც ადამიანისგან ჩამივარდა ეს ხალხი, მე ავტომატიზირებულ რობოტმა ჩააგდო და აღმოჩნდა ჩემთან და დამერიცხა ის თანხა, რომელიც ჩემთვის ძალიან გაურკვეველი იყო. ასე რომ აქ მუშაობს კიდევ ჭკვიანი რობოტი, რომელიც ზევიდან ქვევით, მარცხნიდან მარჯვნივ განალაგებს ადამიანებს და ვარდებიან ჩვენ სტრუქტურებში. ეს არ ვიცით, როდის ჩავარდება, ზოგს ჩაუვარდება, ზოგს არ ჩაუვარდება, ყოველ შემთხვევაში რატომ მოვდივართ აქ ბიზნესში? იმიტომ რომ ვიმუშაოთ, ხო? უმუშევრად ნებისმიერ სამსახურში რომ წახვიდეთ და ისე დაჯდეთ და მე ამაში მომეცით ხელფასი, არავინ არ მოგცემთ ძვირფასება, ხო? მიბრძანდით, გეტყვიან, დაბრძანეთ, წადით თქვენ სახლში და იყავით იქ. აქ ასე არავის არ ვაძლევთ ხელფასს. იგივე არის, აქ მუშაობთ. ოღონდ მუშაობთ, იცით როგორ? აი სასიამოვნო სამუშაო არის ეს, იმიტომ რომ თქვენ აქ ფაქტიურად გასცემთ სიკეთეს. რეკომენდაციას უწევთ კომპანიას, რეკლამას არ უწევთ, არაგერიოთ ეს ძვირფასებო. ასევე თქვენ, აი რასაც მე გესაუბრებით, დუპლიკაციას აკეთებთ. იგივეც ესაუბრებით. როგორც გითხარით, ჩვენ კვირაში 3-ჯერ გვაქვს პრეზენტაციები და თქვენ, როდესაც ახალი ხართ, თქვენ შეგიძლიათ რომ მოიწვიოთ ადამიანები, ვინაიდან ახალი ხართ და ჯერ საკმაოდ არ გაქვთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მარკეტინგის შესახებ, თქვენ მოგყავთ ძვირფასო სტუმრებო აქ თქვენი მოწვეული ადამიანები და ჩვენ აგერ ვართ ლიდერები, მზად ყოფნით, ვეხმარებით მათ, ვუძღვებით, ვაკვალიანებთ და ვუწევთ ასე ვთქვათ კონსულტაციას. ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ აქ არის სიკეთის კეთება. რეკომენდაციას გასცემთ თქვენ და მოგყავთ ადამიანები. ყიდვა-გაყიდვას კომპანია არ გავალდებულებთ, მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ვიძე ამ მნიშვნელოვან, სასიცოცხლო მნიშვნელოვან პროდუქტს, იმიტომ რომ მე ეს პროდუქტი რო სახში არ მქონდეს, ეს გამორიცხულია, არ შემიძლია. ისევე როგორც პური უნდა იყოს სახში აუცილებლად, ასე უნდა იყოს ეს პროდუქტი სახში. თქვენც როდესაც დააგემოვნებთ, შემდგომ მიხვდებით, რომ ამის გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებთ ცხოვრებას. იმიტომ რომ დამეთანხმებით, ჯანმრთელობა არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი და მთავარი, ხო? მილიონიც რო გქონდეს, თუ ჯანმრთელად არ არის ადამიანი, იმ მილიონს საერთოდ არაფრის ფასი არ აქვს, ხომ ასეა, ხო? ასე რომ კომპანიაში არის ორი ურთიერთშერწყმული. ჯანმრთელობა და ფინანსები. იმუშავე, გამოიმუშავე, შენი ხელფასით შეიძინე. აქ არ არის, როგორც სხვა კომპანიებში ხდებოდა და სახელიდან გადიოდა ფული და ასე შემდგომ, აქ პირიქით მუშაობ ყოველ ხუთშაბათს თქვენ თუ მოიყვანთ. რამდენ ადამიანსაც მოიყვანთ, იმდენი $25 თქვენს შიდა საფულეში და გერიცხებათ. გსმენიათ მსგავსი რა? რომ კომპანია ადამიანების მოყვანაში თქვენ ფულს გიხდიდეთ. როდესაც Facebook პოსტებს განვათავსებ, მე ჩვენ მუშაობთ ხო ცივა აუდიტორიაზეც, რა თქმა უნდა, შინაურებზეც, ცივა აუდიტორიაზეც,
და იქ მიწერია, რომ ყიდვა-გაყიდვის გარეშე, ხო, ეს იმდენად დაუჯერებელია და რაღაცა ზღაპარებით გონიათ ადამიანებს, რომ აი ვერ წარმოუდგენიათ და ხშირად გაუტარებიათ, რომ ეს ყიდვა-გაყიდვა რა უნდა გავყიდოთ რა. მეუბნები, რომ აქ მიწერია, რომ ყიდვა-გაყიდვის გარეშე მუშაობთ. ნუ ეს მესმის, ხო? მესმის, იმიტომ რომ მსგავსი კომპანია ნამდვილად არ ყოფილა, რომ არაფერი იყიდო, არაფერი გაყიდო და მას საიდან იღებ ხელფას, ხო? სწორედ აი აქედან ძვირფასებო. კომპანიას ესაჭიროება ადამიანები. თქვენ როდესაც დავუშვათ რაღაცა გახსენით კომერციული ფარგლი, ხო? სად გახსნით? სადმე უღრან ტყეში? თუ სადმე, ხო? ვაკეში, საბურთალოზე, ხალხმრავლობა სადაც არის, ხო? იქ გახსნით. რატომ? იმიტომ რომ თქვენ გიდათ, რომ რეალიზაცია გქონდეთ ამა თუ იმ პროდუქტის, ხო? თქვენმა საწარმომ იმუშაოს, ხო? ასევეა, კომპანიას ჭირდება ადამიანები, იმიტომ რომ ჯერჯერობით კომპანიაში ჩვენ გვაქვს ორი მონოხაზი, ეს გახლავთ ბიოდანამატები და ეს არის კოსმეტიკური ხაზი, მაგრამ ჩვენს პლატფორმაზე შემოდის ბრენდული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მოგზაურობა, ტექნიკა, ავტომობილებზეც არის საუბარი, იურიდიული მომსახურება, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ მოგვეწოდება როგორც აფილირებულ პარტნიორებს 75% ფას დაკლებით. თქვენ იცით, რომ ჩვენი კომპანიის საწყობიდან Amazon-ს და სხვა, ასე ვთქვათ, ბომბერას კომპანიებს გააქვთ ჩვენი პროდუქტი და რა თქმა უნდა, ისინი გაძვირებულ ფასში ყიდიან. ჩვენ ეს ფუფუნება გვაქვს, რომ ჩვენ ეს პროდუქტი შევიძინოთ და უფრო მეტიც იმდენად ჰუმანურები არიან ჩვენი დამაარსებლები, რომ 6 პროდუქტი, რომელიც თქვენ დასაწყისისთვის ყველას გვესაჭიროება, მინიმუმ 3 თვე, ამას ქვია wellness პაკეტი და უფასო გზავნილი ქვია, ვინაიდან ამერიკიდან მოდის ძვირფასო სტუმრებო, მხოლოდ საქართველოს პოსტაში ვიხდით $2. ეს ხომ არ ვიცი, მართლა დაუჯერებელი რაღაცა არის, იმიტომ რომ როდესაც აქეთ თბილისიდან დავუშვათ თბილისში გავაგზავნი, არ ვიცი, მაშინ 6 ლარი იყო, ხა შეიძლება რომ 10 ლარი და მეტიც, რაიონებში 10-12 ლარი იყო, ხო, საკურიერო მომსახურება და ფლორიდის შტატიდან მოგვდის ჩვენ პროდუქტი, 6 პროდუქტი მოგვდის $99 და თქვენ წარმოიდგინეთ, გზის ფულს არ გვახტევინებს კომპანია. აქაც სწორედ ადამიანებზე გათვლილი არის ეს კომპანია, ვინაიდან მათ სურთ, რომ თქვენ იყოთ ჯანმრთელები. ამ 6 პროდუქტში ისეთი მნიშვნელოვანი ბიოდანამატები შედის, რაც დასაწყისისთვის აუცილებლად თითოეულ ადამიანს გვესაჭიროება. და ზოგ კომპანიებში, ვინც ნამუშევრები ხართ, იცით, რომ ზოგიერთი პროდუქტი ღირს $60, €70 და ასე შემდგომ. ძალიან ძვირი, ხო? 6 პროდუქტი მოგვდის ჩვენ $100 და თუ ავტოშიპინგზე გადახვალთ კიდევ უფრო დავალ ფასში, კიდე აკლებს კომპანია, ფასებს საოცრება არის და ერთი თვის კურსი არის ეს ყველაფერი. აი თუნდაც ერთს დაგისახელებთ მაგნეზიუმმა, რომელმაც მე მომიგვარა სახსრების პრობლემა, უძილობა, საშინელი უძილობა მქონდა. ფაქტიურად ღამეში შესაძლოა 2 საათი ან მეძინა, ან არა. მაგნეზიუმი მივიღე სახსრებისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახსრები ხომ ამიმუშავდა და გამიუმჯობეს და ბევრად და ძილისთვის მივიღე უბრალოდ, მაგრამ ძილთან ერთად ბოდიშით სახსრებზე დაიწყო მან მუშაობა. ასე რომ მართლა საოცრება მოახდინა ამ მაგნეზიუმმა ჩემში და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მაგნეზიუმი ღირს $8.50. სადღაც 25-26 ლარი. თქვენ ახლა რომ შეხვიდეთ აფთიაქში, ამ ფასად შეიძენთ ერთი თვის პროდუქტს, თან იქ წამალი უნდა შეიძინოთ და მას აქვს გვერდითი მოვლენები, რა თქმა უნდა, და GMP სერტიფიკატით ვერც ერთ აფთიაქში ვერ ნახავთ თქვენ პროდუქტს.
ასე რომ აი ასეთ საოცარ კომპანიაში იმყოფებით ძვირფასებო. ასევე ჩვენმა ლიდერმა ქალბატონმა ნანა ლომიძემ სტრატეგია შეიმუშავა ასეთი 3+3, რითაც ჩვენ ახლა დავიწყეთ ფაქტიურად მუშაობა, ვინაიდან 3+3-ის მოწვევით თქვენ 2 თვეში თუ კი ეს ჯაჭვი არ ჩავარდება, გადიხართ $6,000 ხელფასზე. ეს რეალობა არის. და როგორ ხდება ეს? დაუშვათ თქვენ ამ კვირაში მოიწვიეთ 3 ადამიანი. ამ თქვენმა 3 ადამიანმა მოიწვია კიდევ 3 ადამიანი. კიდევ ამ 3 ადამიანმა მოიწვია შემდეგი 3 ადამიანი. ამ 3 კიდევ 3, ამ 3 კიდევ 3 და წავიდა ჯაჭვისებურად, ხო? და თუ ეს ჯაჭვი არ გაწყდა, თქვენ წარმოიდგინეთ 2 თვეში გადიხართ $6,000 ხელფასზე. ასე რომ და თუ დავუშვათ და გაწყდა ეს ჯაჭვი, რა თქმა უნდა, გადიხართ მაინც სოლიდურ ხელფასზე. ასე რომ ძვირფასებო, კომპანიაში, რომელსაც როგორც დასაწყისში გითხარით, ანალოგი არ გააჩნია კომპანია ლივგუდს, აი ასეთი რამ არც ერთ კომპანიაში არ ხდება. ეს არის, რომ იტყვიან, აი ლანგრით მორთმეული ბიზნესი. მხოლოდ და მხოლოდ თქვენ რომ უნდა გადაიღოთ და უნდა მიერთვათ. სხვა მეტი არაფერი არ გევალებათ. და რატო ახლა ლანგრით მორთმეული ბიზნესი? თქვენ ცხოვრებაში ერთხელ $40 ყიდულობთ თქვენ საშვილიშვილო ბიზნეს $40 და $9.95 იხდით ყოველთვიურ საწევროს. ისევე როგორც ჩვენ ახლა ვიხდით ტელეფონის გადასახადს, დენის, წყლის და ასე შემდგომ, ხო, ყველაფრის გადასახადს. ასევე არის აქაც. ყოველთვე ვიხდით. ამაზონს რატო ვადარებ? არც ერთს ვერ შევადარებ, ბევრად გაცილებით უკეთესია ამაზონზეც, მაგრამ იმ კუთხით ვადარებ ამაზონს, რომ მას ყავს ბევრი კომპანიები შემოერთებული და ამაზონზე იხდით თქვენ, დაუშვათ ვინც არის დარეგისტრირებული €10, €15, მაგრამ ამაზონი თქვენ იქიდან 1 ცენტსაც არ გირიცხავთ. კომპანია ლივგუდი კი 80%-ს უწილადებს თავის მომხმარებლებს. არის ხომ სხვაობა? ეს ნამდვილად სენსაცია არის ეს კომპანია. 80% მომხმარებლებს რომ დაურიცხოს, მსგავსი კომპანია ნამდვილად არ არსებობს ძვირფასებო. ასევე კომპანიაში, როგორც გითხარით, არის მზარდი ხელფასი და როგორ, ხო? როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით და მოიყვანთ ადამიანებს, დაარეგისტრირებთ და თქვენი პირადია დაუშვათ 20, 30, 100 არ აქვს, რამდენიც გნებავთ, იმდენი მოიყვანეთ. როცა გნებავთ, მაშინ დაარეგისტრირეთ. აქ არაფერი არ არის შეზღუდული, სრული თავისუფლება გვაქვს. თქვენ მოიყვანეთ, ხო, დაუშვათ ყავთ მაგალითისთვის 20 ადამიანი. აი ამ 20 ადამიანიდან თქვენი პირადიდან დაუშვათ ერთ-ერთი გავიდა $500 ხელფასზე. თქვენ დასაწყისისთვის შესაძლოა სულ $100 გაქვთ, ჯერ მეტი არ, მაგრამ თქვენი ერთ-ერთი პირადი, როგორც ვთქვი, გავიდა $500-ზე. თქვენ მისგან გერიცხებათ 50% მისგან. ანუ $250 თქვენს $100 ხელფას დაემატა. აი ამიტომ ამბობ, რომ ჩვენთან ხელფასი არის ყოველთვის მზარდი. ეს არ არის, როგორც სახელმწიფო სამსახურებშია მუჭრილი ხელფასი, მსგავსი რამ არ არის. მეორე, თქვენი პირადი გავიდა დაუშვათ $300-ზე. მისგან $150 თქვენ გერიცხებათ. მესამე გავიდა $1000-ზე. რატომაც არა? ხო, მისგან $500 თქვენს $100 მიემატა და დაერიცხა. თუმცა მას არაფერი არ დააკარგა ძვირფასებო.
ის სრულად იღებს თავის ხელფასს, თქვენ მისგან 50%, ამას ქვია matching ბონუსი. გერიცხებათ matching ბონუსი მისგან. აი ასეთ სასწავლო კომპანიაში ბრძანდებით. და როგორც გითხარით, აქ არ არის მიკერძოება, აქ მუშაობს რობოტი, ავტომატიზირებული რობოტი, რომელიც განალაგებს ადამიანებს. როდესაც თქვენი აქ არის ლეველები 12, 13, 14 და 15 ლეველი არის. როდესაც თქვენი 12 ლეველი შეივსება, თქვენ აი რომ შეივსვეს 12 უჯრედი, თქვენ გადიხართ $2047 ხელფასზე. შემდგომ არის, ეს არის ვერცხლის სტატუსის, შემდგომ მოდის უკვე ოქრო, ოქროსერიცხება უკვე ოქროს შესდის უკვე მე-4 ეხსნება უკვე მე-13 ლეველი და შემდეგ არის მე-14 ლეველი, რომელიც პლატინას ეხსნება და მე-15 ლეველი ეხსნება უკვე ბრილიანტს და ბრილიანტი უკვე გადის $16,000 ხელფასზე. ოქროს აქვს $8,000 ხელფასი. ასე რომ, როდესაც თქვენ მიაღწევთ მხოლოდ სტატუსს არა ძვირფასებო, ეს არ აგერიოთ, იმიტომ რომ თავიდან იყო ასეთი შემთხვევა, რომ როდესაც გახდა, ახლა მე ვიმყოფები ოქროს სტატუსი მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა არ მაქვს, ხო, ამხელა ხელფასი. ანუ ის ლეველები უნდა შეივსოს და იმ შემთხვევაში, როდესაც ის 14 ლეველი შეივსება, რა თქმა უნდა, მე გავალ $8,000 ხელფასზე. 15 ლეველი როდესაც შეივსება, ჩვენ გავალთ $16,000 ხელფასზე. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, თავისუფლად შეგიძლიათ აქ იმუშაოთ თამამად და მართლაც საშვილოში ბიზნესი აწყობთ, როგორც გითხარით. როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით, აი ჩათვალეთ, ზოგი იძახეს, რომ მე ხა დასაწყისისთვის არ მაქვს $50, რამდენია სადღაც არ ვიცი, გრუბად არ მიანგარაშია, ალბათ 130, 135 ლარი, ხო? აი ჩათვალეთ, რომ 2 კვირით ისესხეთ, თუნდაც 1 კვირით. როგორც კი, აი მოიყვანეთ 1 კვირაში თქვენ 2 ადამიანი, თქვენ დაგერიცხათ 2 ადამიანის მოყვანის შემთხვევაში, თქვენი $50 უკან დაგიბრუნათ კომპანიამ. გამოდის, რომ $1 კი არა და 1 ცენტათაც კი არ რეგისტრირდებით. ანუ აი ასეთ საშვილიშვილო მზა ბიზნესს ყიდულობთ არც 1 ცენტაც ძვირფასო სტუმრებო. თუ თქვენ ღმერთმა ქნას და მოიყვანოთ ყოველ კვირაში 2 ადამიანი თუ 3 $75 დაგერიცხებათ, რამდენსაც მოიყვანთ ყოველ ხუთშაბათს ჩვენთან არის ხელფასების დღე, ხელფასების ზეიმი და ასევე ყოველი თვის ხუთშაბათს გვერიცხება ჩვენ ყოველთვიური გლობალური ხელფასი. მაგრამ ყოველკვირეული, ანუ სწრაფი ბონუსი, ეს გახლავთ თითოეულ მოწვეულ ადამიანზე $25. თქვენ თუ ყოველკვირა მოიყვანთ, 2-ს მოიყვანთ თუ 3-ს მოიყვანთ, თქვენ წარმოიდგინეთ ყოველ კვირას თქვენში და საფულეში უკვე ზის თითოეულ ადამიანზე $25. ასე რომ ძვირფასებო, აი ეს სტრატეგია 3+3 მოწვევით, ხო, როგორ შეგვიძლია რომ ვიმუშაოთ. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს ძალიან ახლო მეგობრებს, ახლო ნათესავებს, რომ დასაწყისისთვის შენ მე დამეხმარი, ასე ვთქვათ, ჩემს გამო დარეგისტრირდი, მაგრამ თქვენ როდესაც მას უკვე უჩვენებთ ციფრებს, რომ თქვენ გადახვედით დაუშვათ უკვე დაგერიცხათ $200, $300 და კიდევ მიდის და აი ამ ციფრებს, როდესაც ისინი ნახავენ, ხო? ციფრები ხომ არ ტყუიან, არა? რა თქმა უნდა, ისინი აღიძვრებიან, რომ იმუშაონ. ჯერ მარტო, აი თუნდაც ერთხელ მაინც უბრალოდ უნდა აი არ შეიძლება ვთქვათ, წიგნი არის კარგი ან ცუდი, თუ ის არ გადავშალეთ და არ წავიკითხეთ, ხო? რა არის ახლა აქ აუცილებელი? აქ აუცილებელი არის ძვირფასო სტუმრებო, მოიყვანოთ თქვენი დაპატიჟებული ადამიანები და მოისმინონ პრეზენტაციები.
პრეზენტაციაზე დასწრება არის უმნიშვნელოვანესი ჩემო ძვირფასებო. იმიტომ რომ პრეზენტაციიდან თქვენ იღებთ ცოდნას და იზრდებით ბიზნეს კუთხით. სწორედ ერთ-ერთი პრეზენტაციის დროს მოხდა ისეთი სასწაული, ჩვენ თვეში ერთხელ გვაქვს ხოლმე შედეგებზე საუბარი აი ამ პროდუქტებიდან გამომდინარე და სწორედ ქალბატონი ია, რომელიც დაესწრო პრეზენტაციას და იმ პრეზენტაციის დროს მან მოისმინა თუ სიმსივნე როგორ დაამარცხა ლივგუდის ბიოდანამატებმა, მას ყავდა ბიძა სწორედ სიმსივნიანი, რომელიც იყო მომაკვდავი, რასაც ქვია, უკვე გამოტირებული რო ყავდათ სამწუხაროდ ოჯახს და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ შეეძინა მისთვის ეს პროდუქტი და სწორედ პრეზენტაციიდან მიიღო მან ეს ინფორმაცია. რომ არ დასწრებოდა, ხო, ეს მამაკაცი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ პრეზენტაციაზე დასწრებამ რა მხელა შედეგი მოიტანა, ხო? ადამიანებმა სიცოცხლე დაუბრუნა ამ პროდუქტმა. სწორედ მან ბიძამის შეუძინა ეს პროდუქტი და უკვე განწირული ადამიანი, სასიკვდილოდ განწირული ადამიანი, დღეს არის სრულიად ჯანმრთელი, იმიტომ რომ აგრესიული, ავთვისებიანი სიმსივნე, თქვენ წარმოიდგინეთ, მეოთხე სტადიის საერთოდ გააქრო ამ პროდუქტმა. ეს არ არის სასწაული? არ არის პანაცია და სენსაცია. ნამდვილად არის ეს და ძალიან დიდი ბედნიერებაა სიხარულისგან მთელი ჩათი ტიროდით. შეუძლებელია, რომ ასეთი ინფორმაცია გაიგო და გულგრილი დარჩე. და უამრავი დაავადებები. ფსორიაზი, დიაბეტი, სახსრები, წნევები, ნერვოზი, ეს უკვე აქ არაფერი მოსატანი არ არის, როდესაც აი ასეთი რთული დაავადებები დაამარცხა და ყოველ თვეში ჩვენ გვემატება ახალი და ახალი პროდუქტი. ახალი საოცრებები და აი მოკლედ სიურპრიზების კომპანიას ვეძახი მე, კომპანია ლივგუდს, იმიტომ რომ არ ელევათ ამ უნიკალურ, მართლაც კეთილშობილ ადამიანებს. მართლა მადლობა ღმერთს პირველ რიგში, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, ასეთი ჭკვიანები, ასეთი კრეატიულები და ასეთი ჭკვიანი მეცნიერებათა დოქტორანტები, რომლებმაც არ ვიცი ღმერთო, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ბიზნესზე უკვე აღარ ვსაუბრობთ. როდესაც სიცოცხლეზეა საუბარი, ხო, ბიზნესი უკან იხევს, ხომ ასეა. თუმცა როგორც გითხარით, აქ არის შეუდარებელი ბიზნესი და შეუდარებელი და ენით აღუწერელი ბედნიერება, ჯანმრთელობა. ასე რომ ჩვენ პარტნიორები ვამბობთ ხოლმე, რომ რაც არ უნდა დაგვემართოს, ჩვენ უკვე არაფრის არ გვეშინია. ასევე ჩვენთან აქ, როდესაც დარეგისტრდებით, არის კლინიკა, სადაც თქვენ გაიგეთ კითხვარებს და კითხვარების და მიხედვით თქვენ თავადის მედიცინის მეცნიერება და დოქტორანტების სრულიად უფასოდ არანაირი კონსულტაციის ფული თქვენ არ გჭირდებათ, სრულიად უფასოდ თქვენ მიიღებთ კონსულტაციას და მიიღებთ დანიშნულებას, რა თქმა უნდა, ამ ბიოდანამატების თუ თქვენ რა დაავადებასთან რა ბიოდანამატი გესაჭიროებათ. ასე რომ ჩვენ არც ექიმებთან დავდივართ, რა თქმა უნდა, ახლა კვლევები შეგვიძლია, რა თქმა უნდა, კვლევები უნდა ჩაიტაროს ადამიანმა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, შევიძენთ ამ ბიოდანამატებს, რომელსაც მოაქვს სიცოცხლე, შეუფასებელი ჯანმრთელობა და როგორც გითხარით, კომპანია არის ურთიერთშეწყმული ბიზნეს პლუს ჯანმრთელობა. ანუ გაეცი რეკომენდაცია, გააკეთე სიკეთე, იყავი ბედნიერი და გააბედნიერე სხვების. აი ასეთ გრანდიოზულ კომპანიაში იმყოფებით ძვირფასო სტუმრებო. ასე რომ ქართველებს გვჩვევია, რომ დღეს არა ხვალ დავრეგისტრირდებიე, ჯერ ფული არ მაქვს. როგორც გითხარით,
ჩათვალეთ, რომ შეგიძლიათ ისესხოთ ეს ფული თამამად და თქვენ როგორც კი ორ ადამიანს მოიყვანთ, ის თქვენი $50 დაახლოებით 135 ლარი გიბრუნდებათ უკან. ასე რომ მინდა წარმატება გისურვოთ, სწორი ხედვა გისურვოთ და დროული რეგისტრაცია, იმიტომ რომ ხომ გაგვიგია რომ დრო ფული ღირს, ხომ? აი ამ კომპანიაში ნამდვილად ასეა ჩემო ძვირფასებო. აქ შეგიძლიათ თამამად გაუწიოთ რეკომენდაცია, რომ არ შეგეშინდებათ, არ შეგრცხვებათ და ყველაზე მთავარი, ღმერთის წინაშე იქნებით სუფთა. იმიტომ თქვენ ამბობთ სრულ სიმართლეს, რომ არის აქ შეუთავებელი ბიზნესი, რომ ამ პროდუქტებს შეუძლია ადამიანების გამოჯანმრთელება. დიაბეტი დამეთანხმებით, რომ პატარა დაავადება არ არის და მოსახლეობის ალბათ 80%-ზე მეტი იტანჯება ამ საშინელი ვერაგი დაავადებით. ასე რომ დიაბეტიც დაამარცხა ჩვენმა უნიკალურმა პროდუქტებმა. თუმცა რომ ვამბობ, რომ მეოთხე სტადიის ავთვისებიანი აგრესიული სიმსივნე დაამარცხა, უკვე რაღა მოსატანია სხვა დაავადება, ხო? თუმცა მაინც მაგვირებს ეს კომპანია და ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე. ახლა წინა ოთხშაბათს ჩვენ გქონდა, როგორც მოგახსენებთ, თვეში ერთხელ გვაქვს ჩვენ ჩართვა შედეგებთან დაკავშირებით, თუ რა შედეგები მიიღო ადამიანებმა და სასარელი სურათი გვაჩვენა ქალბატონმა ნანამ, ჩვენმა ლიდერმა, საშინელება იყო ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც ჰქონდა ტროპიკული წყლული. ეს იყო საშინელება. ერთი შევხედე თვალი, მე მეტია ვერ შევძელი, იმისთვის მე ყურები, ეს იყო არ ვიცი, მე არ ვიცი, საზარელის შესახედი საცუდავი გოგო, ჯერ შეხედვა ვერ შევძელი მე და რა ტკივილები და რა ტანჯვა ჰქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც კი მიიღო ეს პროდუქტები, ბარძინებია, ძილი არ ჰქონდა, ისეთი ტკივილები ჰქონია ამ ახალგაზრდა გოგოს და პირველ ღამესვე დაეძინა. წარმოგიდგენიათ? ასეთი სწრაფი შედეგი. და მისი ფეხი უკვე ნორმალურ ფეხს დაუბრუნდა. ეს პირველი შემთხვევა იყო ტროპიკული წყლულის განკურნება ჩვენი ბიოდანამატით. და ნამდვილად გაოცებულები ვართ და შოკირებულები. ასე რომ ძვირფასო სტუმრებო, ისევე როგორც მე, მთელი ცხოვრება ჩემი მომწვევების მადლიერი ვიქნებით, თქვენც ასევე იქნებით მადლიერები, რომ დაუჯეროთ თქვენს მომწვევებს და დროულად დარეგისტრირდეთ. არ გადადოთ, თორე მინანებთ, იმიტომ რომ მე ფაქტიურად 2.5 გადავდე და ნანობ ძალიან. ასე რომ ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ, ეს მოგრძალებული რჩევა არის, როდესაც თქვენ მერე დარეგისტრირდებით, თავად მიხვდებით თუ რატომ გეუბნეოდით ამას, ჩემო ძვირფასებო. ახლა შეგიძლიათ თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, დასად შეკითხვები და მე თუ რაიმე გამორჩა, ამ შეკითხვებით შევავსებთ. ასევე შეგიძლიათ ძვირფასო პარტნიორებო, დაამატოთ, ჩვენ კიდევ კვლავ გვინდა რომ იმსჯელოთ ამ 3+3 მოწვევის სტრატეგიაზე, იმიტომ რომ ეს არის ქალბატონ ნანა ლომიძეს, რომელიც ჩვენი ლიდერია, თავად ავსტრიის მოქალაქე გახლავთ. მას აქვს ძალიან ბევრი ჩათები, ინგლისური, რუსული, გერმანული და ასე შემდგომ. და თქვენ წარმოიდგინეთ, იქ სულ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს აქვს ძალიან სოლიდური ხელფასები. 4.000, 8.000, 2.000 არა, 4.000-დან იწყება, ასე ვთქვათ, 8.000 და როგორც გითხარით, აქ არის ამხელა მაღალი ხელფასები 10.000 და 16.000. ასე რომ ამ ხშირად მინატრია, რომ ნეტა მეთქი ცხოვრობდე ევროპაში, იმიტომ რომ იქ ქართველები ცოტა მძიმე ხალხი ვართ, უნდა ვაღიაროთ. უნდობლობაც უფრო მეტად მეფობს, კი, უნდობლობა მეფობს სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენთან უფრო მეტად მეფობს და გერმანელები თავდაღუნულები
ქალბატონანა, როდესაც ჯერ 2+2 სტრატეგია მიაწოდა, სრულიად ახალგაზრდა გოგობიჭები მშვენივრად თავდაღუნულები მუშაობდნენ და კიდეც არიან მშვენიერ ხელფასებზე გასულები. ეს როგორც გითხარით, ხელფასი და მეჩიკ ბონუსი უკვე მათი ციან, რამდენიც აქვთ, ხო? მეჩიკ ბონუსი თითოეული ადამიანიდან შესტივ. ასე რომ მივბაწოთ ევროპელებს და ჩვენც ვიაქტიუროთ, რაც მთავარია კომპანია გახავთ გამჭვირვალე, სანდო 100%-ით და თქვენ შეგიძლიათ რომ რეკომენდაცია თამამად გაუწიოთ ამ უნიკალურ ბიზნესს. მადლობა ძვირფასებო მოსმენისთვის. მადლობა ქალბატონო ციცი, მადლობა სასიამოვნო პრეზენტაციისთვის. არიან ქალბატონი თამუნა ლომიძე. ერთი წუთით. ქალბატონი თამუნა, თუ შეიძლება დააჭირეთ მიკროფონს. გისმენთ ქალბატონო თამუნა? თქვენიდან დაადეთ მიკროფონს თითით და ჩაირთვება. თქვენიდან გახსენით ახლა. კარგით, სანამ ქალბატონი თამუნა ჩაგვერთვება, მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება თქვენთვის. ძვირფასო მეგობრებო, ძალიან ყურადღებით მინდა მოისმინოთ ეს განცხადება. ქალბატონმა ციციმ შესავალი გაუკეთა, ასე ვთქვათ, ძალიან სპონტანურად მოხდა ეს შესავალი, რომ მან განაცხადა ავსტრიაში ჩემი პარტნიორების ინფორმაციის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ჩემი პარტნიორები. აქ ეს არის ძალიან სერიოზული მუშაობა. ნამდვილად ვინატრებდი, რომ საქართველოში იგივე სტილით მიმდინარეობდეს მუშაობა. იმიტომ რომ ეს ადამიანები ამ ბიზნესს უდგებიან ძალიან სერიოზულად და კარგად და სწორად აღიქვავენ, რა მოვლენასთან აქვთ საქმე. ასევე აქ იყო საუბარი, რომ მათ გამოიყენეს ის პირველი სტრატეგია, რასაც ქვია 2+2. ისინი გავიდნენ სერიოზულ შედეგებზე ამ 2+2-ით, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ მოგეხსენებათ ახლა პირველ რიგში მე საქართველოსთვის გავაკეთე 3+3-ის მიმართულება, რომელიც ბევრად შედარებით კი არ შეიძლება იმდენად ეფექტურია. ამიტომ მათ ახლა ეს ჩანერგეს თავიანთ გუნდებში. რა სტილითაც იქმნის მუშაობა, ნამდვილად იგივე სტილით დაიწყება საქართველოში მუშაობა. მოგეხსენებათ, ეს სტრატეგია არის ძალიან დიდი შრომის ფასი, ძალიან დიდი ენერგიის და უშველებელი, ასე ვთქვათ, ოფლია დაღვრილი ამ სტრატეგიაში, ასე ვიტყოდი. იმიტომ რომ ადვილი არ არის. უბრალოდ, როდესაც პარტნიორები განიხილავენ ამ სტრატეგიას ისე, უკვე რომ უყურებენ ამას, რომ რაღაცნაირად გაიმეორონ ეს სტრატეგია და ახსნან ამის შესახებ. ესეც კი შრომატევადია, დატვირთულია და რთულია იმის გადმოცემა იქ, რა ციფრებზეც არის საუბარი. რა თქმა უნდა, მოკლედ შეიძლება რაღაცა თქვა, მაგრამ გამოთვალო ეს ამხელა ციფრები, რამხელა თანხმობის კომპანიასთან, რომელ თვეში რა თანხებზე ავდივართ, ასე შემდეგ. ეს არის მორგებული სუფთად ლივგუდის, ასე ვთქვათ, ბონუსებზე. ლივგუდის მარკეტინგზეა მორგებული. ანუ, კი ბატონო, არის დუბლიკაცია, არსებობს ყველგან. 2x2, 3x3, ასეთი სახით, ხო? მაგრამ აქ სულ სხვა მიმართულებაა. დუბლიკაცია სხვა რამეა, მაგრამ დუბლიკაცია სად მიყავხარ, რა ციფრესთან მიყავხარ და რადაირად არის მორგებული თვითონ ლივგუდის სტრუქტურაზე, ეს ცოტა სხვა თემაა. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, მე აქამდე მაქსიმალურად გულუხვად, ძალიან დიდი სიყვარულით, ძალიან დიდი სითბოთი, ყოველგვარი ანგარების გარეშე შევეცადე ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ
გაჩვენოთ და რატომღაც შეიძლება მქონდა რომ ბევრი ადამიანი ამას სწორად გაიგებდა, მიხვდებოდა და დააფასებდა ამას, რაც მოხდა საქართველოს ჩატში. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, რახან ეს ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა, ამ ჩემ სტრატეგიას დავაფასებ თავად მე. ამისათვის, ისევე როგორც ავსტრიის ჩატში, ამას ძალიან დიდი ფასი აქვს, რო გეხსენებათ რაღაცა ახალი, როდესაც არის სტრატეგია, რომელსაც მიყავს ადამიანი წარმატებისკენ, ამას ფასი აქვს. აქამდე ეს ყველაფერი თქვენ მოგეწოდათ ყველას უფასოდ. აბსოლუტურად. დღეს შეიქმნა ჩატი, არა დღეს. უკვე დიდი ხანია დაგეგმილი ეს ჩატი. შეიქმნა სპეციალური ჩატი, სადაც მე ვიჭრებ საქმიან ადამიანებს, ვისაც აქვს რეალური სურვილი წაიწიოს წინ წარმატებისკენ. იქ იქნება არა მხოლოდ 3+3 სტრატეგიის განხილვა, არამედ სრული სკოლა დასწავლება, როგორ წავიდეთ წარმატებისკენ. ანუ სკოლა წარმატებისკენ. აი ესე ერქმევა ამ ჩატს. რა თქმა უნდა, ეს მე მინდოდა გამეკეთებინა Zoom-ში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი ვერ შემოდის Zoom-ში, რა თქმა უნდა, ბევრის თხოვნით გადაწყვეტილება მივიღეთ, ერთობლივად, რომ ეს გაკეთდეს ისევ და ისევ Telegram-ის ჩატში, ოღონდ ის Telegram-ის ჩატი იქნება ფასიანი. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ვისაც სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი მიაღწიოთ რეალურ წარმატებას, ჩატის ლინკი იქნება ჩაგდებული. იქ, რა თქმა უნდა, როგორც აქ იქნებიან მოდერატორები, რომლებიც გაუძღვებიან იქ ადამიანების მიღებას და გასაუბრება იქნება თქვენთან, ყველასთან და ვისაც მართლა სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი მუშაობა, იმიტომ რომ მე არ მინდა ესე ტყილა იქით-აქეთ მოვისროლო ეს ამხელა შრომა და გაუფასურებული იყოს ეს შრომა, რომელშიც მე ძალიან დიდი ენერგია დავხარჯე. თუ გაქვთ, ჩემო ძვირფასებო, რეალური მიზნები, რომ მიაღწიოთ წარმატებას, მაშინ welcome. გელოდებით იმ ჩატში. იქ იქნება, რა თქმა უნდა, თვიური გადასახადი, ვისაც უნდა რომ იქ იმოღვაწეოს და გაიგოს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას. გელოდებით იმ ჩატში, ვისაც არ გაქვთ ამის სურვილი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დარჩეთ ამ ჩატში, აქ ჩატარდება ჩვეულებრივად პრეზენტაციები, აქ იქნება ინფორმაციული, რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც ქვია დასწავლება, სკოლა და წინსვლა იქნება იმ ჩატში. გიწვევთ და ისევ გიწვევთ. გადასაწყვეტი თქვენია. მომწიფდა ის დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვეს, ყველაფერს თავისი ფასი დაედოს და აქედან გამომდინარე, ყველამ ის მხარე დაიჭიროს, რისთვისაც არის აქ მობრძანებული და რისთვისაც დარეგისტრირდა კომპანია ლივგუთში, დროა დააფასოს ყველამ, სად არის, რატომ არის და რა უნდა გააკეთოს. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. ეს არის ჩემი 100%-იანი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს გამოცხადება ასევე Facebook გვერდებზე. ყველა ჩემი პარტნიორი გამოაცხადებს ამას და ჩვენ სტუმრებსაც მივიღებთ იმ ჩატში და ვისაც სერიოზულად ედომება მუშაობა, სწორედ ასეთი ადამიანი შემოვა იმ ჩატში. სხვა არავინ. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ გადაწყვეტილება დააკაკუნოთ იქ იმ ჩატში, თუ თქვენ არ გაქვთ სურვილი მუშაობის და უბრალოდ როგორც მოწმე გსურთ შემობრძანდეთ და დაესწროთ იქ. არა, იმ შემთხვევაში დააკაკუნეთ და შემობრძანდით იქ, თუ გაქვთ გადაწყვეტილი სერიოზული მუშაობა. მადლობა, ამის გაცხადება მინდოდა. დასრულების შემდეგ, როგორც კი დასრულდება
ახლა დავასრულებ დავემშვიდობებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ხელს იწევს აქ ადამიანები იწევენ ხელს. როგორც კი დავასრულებთ, ჩატის ლინკი იქნება ჩაგდებული აქ მთავარ ჩატში. დანიშნული იქნებიან მოდერატორები და ძალიან დიდი თხოვნა, პასუხი გაეცით მოდერატორებს, თუ რა და როგორ ეღირება ერთჯერადი გადასახადი თუ ყოველთვიური გადასახადი, ის იქნება გაცხადებული იქ და სად უნდა გადაირიცხოს თანხები, ასევე იქნება იქ წარმოდგენილი. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებას. ახლა ბატონი აჩიკო, უკაცრავად გვარი არ ვიცი, ასე მოგმართავთ, ბატონო აჩიკო, შეგიძლიათ დასვათ თქვენი შეკითხვა, გისმენთ. ბატონო აჩიკო, თქვენ თვითონ დააწიქით მიკროფონს და გისმენთ ყურადღებით. მადლობა ქალბატონო ნანა, ასეთი განცხადებისთვის, ძალიან მოხარულები ვართ, იმიტომ რომ კომპანია ნამდვილად ისეთი ბუმბერაზი არის, რომ ეს უკვე მართლაც მომწიფდა ამისი დრო და ეს ბიზნეს სკოლა, რომელიც აუცილებელი არის ისევ და ისევ ჩათის წინსვლისთვის და ჩვენი განვითარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ წინ წარმატებისკენ ძვირფასება. ალბათ ვერ ჩართო ბატონო. როგორც იცით, შეკითხვები არ არის ქალბატონო ჩეთში. რაც საჭირო არის ქალბატონი მანანა ცირეკიძე, ახლავე. ქალბატონი ნანი. გისმენთ ქალბატონო მანანა. საღამო მშვიდობისა ყველას. საღამო მშვიდობის. მადლობა ციცი, ძალიან კარგად წარადგინეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ თქვენი შრომით. ვისურვებთ, რომ ჩვენ ვშრომობდეთ თქვენსავით. გაჟღერდა სიტყვები, რომ ამბობს ყველა ამას, რომ სულ ვისმენებ და იგივეს და რატომ უნდა დავესწრო პრეზენტაციას, მაგრამ მე ასე არ აღვიქვამ და არ ვთვლი, რომ ერთ და იგივეს ვისმენ ყოველ დღე. ყველა კუთხით შეიძლება მოვისმინოთ და ახალ-ახალი ინფორმაცია გავიგოთ ყველა პრეზენტაციიდან. სტუმრებს კი მიმართავ, რომ გინდათ ბიზნესი და ფული აქაა. გინდათ ჯანმრთელობა, ისიც აქაა. გინდათ მეგობრები და ნამდვილი მეგობრები, ისინიც აქაა და დიდი მადლობა ყველას იმ დიდი დაფასებისთვის, რაც ძალიან უბრალო ვიდეო ჩანაწერს გავუკეთეთ. უღრმესი მადლობა ყველას. ქალბატონო მანანა, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ის შედეგები, რა შედეგებსაც თქვენ მიაღწიეთ და ჩვენ ძალიან გაგვახარა ამ შედეგებმა, რომელიც თქვენ განაცხადეთ და თუ შეიძლება მოკლედ აქაც გაგვიმხილეთ რა შედეგებს მიაღწიეთ, თუ შეიძლება სტუმრებისთვის და პარტნიორებისთვის. გასამალი არაფერი არა, მე 2 წელია თითქმის ვარ ამ კომპანიის წევრი და ვერაფერს ვერ ვაღწევ იმის გარდა, რომ ძალიან მაქვს დაავადებები და იმდენად ვარ შეწუხებული ამ ჩემი ტკივილებით, რომ რა ვიცი, ახლა კი ექიმები და პროფესორები იტალიაში რომ არის და მახვევია თავზე, მე არ ვიცი რა საქართველოში ვაპირებ დაბრუნებას, მაგრამ იქ რა უნდა გავაკეთო, ვერ გეტყვით ამ კუთხით. კმაყოფილი ვარ იმისი, რომ რა ამ ჩემ დაავადებებზე აღარა მაქვს ის დიდი ტკივილები, რაც მქონდა, ვერ დავდიოდი კალდა უკვე თავისუფლად ვდგები და თავისუფლად დავდივარ და ეს დიდი შეღავათია ჩემთვის. და ვისურვებდი, რომ იფიქროს ხალხმა ამაზე, რა ვიცი, რაინით უნდა ველაპარაკოთ ამ ხალხს. აი თვითონ კომენტარს, როცა ვინმე იტყვის, რომ ეს მტკივა და რა ვქნა დაწერს, არის სხვადასხვა ჩატები. გავაკეთებ კომენტარს, რომ აი მე ასე და მაყოფილი ვარ და შემიძლია დაგეხმაროთ. სულ მცირე, 70-80 ადამიანი მაინც წერს პირადში, რომ მოგვეხმარეთ და გვიშველეთ, როგორც კი ჩავუგდებ ვიდეოს მოისმინეთ
თქვენი აზრი მითხარით და მე დაგეხმარებით ყველაფერში. უკვე იკარგებიან. ნუ ვერ გავიგე ამ ხალხს რა უნდა, ჩემამდე არ დადის, როცა აგერ ამ მართლაც არცში ხდი ფულს, იმდენს, რომ ყველა კარგავდა, არაფერს არ გიშვება. მართლა ისეთ პრეპარატი, რომელიც გიხდება და ამას ვერ გაგებიებ, მიცნობ, იცი როგორ ვარ, როგორ ვიყავი და როგორ ვარ დღეს. და როგორ დაგაჯეროს, ყველაერად არ ვიცი. ეს მართლაც დიდი ბედნიერებაა, ქალბატონო მანანა, რომ სიარული შეზღუდული ქონდა და დღეს თავისუფლად ჩდებით, გებით და დადიხართ. ეს არის დიდი ბედნიერება და ფუფუნება. ნამდვილად ასეა. ქალბატონო მანანა, არავის არაფერი აღარ უნდა დავაჯეროთ, არავის არაფერს არ ვაჯერებ, ჩემო ძვირფასო. პირველ რიგში ის სიხარეთ და იზეიმეთ ის, რომ თქვენ ხართ ისეთ კომპანიაში, სადაც უფრო და უფრო უკეთესად იქნებით, უფრო და უფრო მოგემატებათ ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა თანხებით და ვიცი რომ თქვენ სერიოზულად უყურებთ ამ საკითხებს და ვინც სერიოზულად უყურებს ამ საკითხს, ჩვენ არ ვართ მოსული სათამაშოდ, ისე უბრალოდ დასასხდომად, დასაჯდომად, ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ ვიმუშაოთ. ვისაც უნდა მუშაობა, ის დგავს ნაბიჯებს და ის ღებულობს რაციონალურ გადაწყვეტილებებს. უბრალოდ ვისხდეთ და დღეები გავატაროთ ისე საუბრებში, ასე ბიზნესი არ კეთდება ჩემო ძვირფასო და სწორედ ამას ეს განაპირობებს სწორედ ჩემ გადაწყვეტილებას, რომ ყველა ჩაერთოს საქმიანობაში და ყველა გავიდეს შედეგზე, ვისაც უნდა შედეგი, ვისაც უბრალოდ ჯდომა უნდა და იმ ყოფაში დარჩენა რა ყოფაშიც არის და უბრალოდ წუწუნი რისთვის ვიხდით იმ $10 ეხლა დაემატება კიდე ერთი $10 და ვისაც უნდა შრომა, ის იშრომებს. კაცრავად. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა, 13 გაზიარება, 1000-ზე მეტი ნახვა. არაფერია ფაქტიურად ჩემთვის ის, რაც გავაკეთე, არაფერია ვროდ მივიღე პროდუქტი და გავაჟღერე რომ მივიღე პროდუქტი და ყოფილი ეს იყო და ეს დიდი მადლობა ამ გითქმისთვის, ამ დიდი სტიმულის მოცემისთვის და ნამდვილი მეგობრობისთვის. გაიხარეთ, ყველას. იცოცხლეთ და წარმატებას გისურვებთ. გაიხარეთ. ქალბატონო ნანა, საღამშვიდობის ქალბატონო ნანა, ბატონ აჩიკოს უნდა სიტყვის თქმა დაიწერა ჩატში და აბა იქნებ როგორმე მე მივეცი სიტყვა და უბრალოდ არ დააჭირა. ღია ყველა მიკროფონი. შეუძლია უბრალოდ თითი დააჭიროს, რომ მე დავინახო, ვეღარ ხედავ. უკაცრავად ქალბატონო ნანი. საუბარი უკვე ღია მიკროფონი. აღია მიკროფონი. შეგიძლიათ ისაუბროთ ბატონო აჩიკო. გისმენთ? თქვენიდან უნდა ჩართოთ, თქვენიდან ჩართული მიკროფონი ბატონო აჩიკო. ჩვენიდანაც და ჩვენიდანაც და შეგიძლიათ ისაუბროთ უბრალოდ. ისმის, ცოტა ხმამაღლა ისაუბრეთ ოღონდ. ეთყობა გონია რომ არ ისმის და ამიტომ ვერ საუბრობს. ჩემთან არ ისმის, გესმით თქვენ? მე წეღან გავიგე რაღაც ხმა და მე მგონი ხმადაბლა საუბრობ და თუ ხმამაღლა ისაუბრებთ ბატონო აჩიკო გავიგებთ. ქალბატონო ნანი, მან განაცხადა რომ რამის თქმა უნდა, თუ თქვენ იფიქრეთ ასე. დაწერეს, ჩატში დაწერეს რომ ბატონო აჩიკოს უნდა საუბარიო. დიახ, თამარ ბერაია. დიახ. კი ბატონო, ღია მაშინ. არ ვიცი რატომ არ საუბრობს, ღია მიკროფონი, უსმენთ ყურადღებით. გეუბნებით. და კიდევ ერთი მინდა გავიხსენო ჩვენი შედეგების პარტნიორი, როდესაც ამბობდა, რომ თმები ამოუვიდა და თანაც შავი. აი მე არ ვიცი, რომელი ერთი სასწაული უნდა ჩამოვთვალოთ, არ ვიცი. მე პირადად მხედველობა მომემატა. სხვა ყველაფერთან ერთად. კაცრავად, შეიძლება ყურსასმენებით არის შემოსული და ყურსასმენი თუ არის. ალბათ იმიტომ არის მის. ეხლა გამორთული აქვს ამ წუთას.
თქმა. შესაძლოა. ეხლა ჩართულია და შეგიძლიათ რომ ისაუბროთ. არის მისო? თამარი წერს. ვერაია წერს არის მისო. რომელიმე ძვირფასო პარტნიორებო თუ შეიძლება იქ დაწერეთ თუ რა შეკითხვა აქვს, ეტყობა ვერ ერთვება. დაწერეთ რა შეკითხვა აქვს და დასვით ის შეკითხვა და გავცემთ აქ პასუხს. კი. თამარიც ვერ თავს მიკროფონს. ვერაია. მზია გასიშვილი. სენა ბატონია ჩიკო ჩაერთვება მზია გასიშვილი. ეხლავე ქალბატონო მზია. აბა გისმენთ ქალბატონო მზია. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. ძალიან. ხო ისმის ჩემი ხმა. კი, მშვენივრად ისმის. მოგესალმებით ყველას. მადლობა ციცი, ძალიან ძვირფასი გამოსვლა ჰქონდა. მიყვარს ყოველთვის შენი მოსმენა ყველასი, განსაკუთრებით კი შენი. მე მაქვს ასეთი შეკითხვა ქალბატონო ნანა. პროდუქციას ვერ ვიღებ ბორჯომის ფოსტიდან, რაღაც შეცდომა მოგვივიდა შევსებაზე, როცა გამოწერა გავაკეთეთ. და რა შეიძლება რომ გაკეთდეს რომ ეს პროდუქცია მივიღო? პროდუქცია უკვე ფოსტაშია? ბორჯომის ფოსტაში არის. ფოსტაში. ანუ მეუღლე მივიდა, ქალბატონი მზიას მეუღლე მივიდა, ქალბატონო ნანა და მეუღლის ტელეფონი კი არის მითითებული, მაგრამ ქალბატონი მზიას პირადობას ან რაიმეს ითხოვენ იქ ფოსტაში. ვესაუბრეთ ჩვენ იქ პოსტაში იმ ქალბატონს ვთხოვეთ რომ დაეშვა გამონაკლისი ვინაიდან ქალბატონი მზია იტალიაში იმყოფება, მეუღლე ბორჯომშია და ცოტა გაუგებარია ხა სიტუაცია. მისამართი დაწერილია საქართველოში? კი. ეხლა გუშინ აქ ვიყავი იტალიაში, საქართველოს პოსტაში და მითხრეს აქ სამშვიდობო გესმით ხოლმე. კი, ერთი წუთით ქალბატონო მზია აუცილებლად გაგესაუბრებით. ბოდიშ გიხდით გისმენთ ბატონო აჩიკო. კი, გვესმის. წეღანაც სამშვიდობო. ვერაია მომიწვია მე თქვენთან, ძალიან გმაყოფილი ვარ, გისმენთ და იცით რა მაინტერესებს თქვენ თქვით რომ ახალი რატი გაიხსნება და იქ უფრო მეტად შეასწავლეთ ადამიანებს და აი თანხები რო გითხრათ დღესვე იმას ვიზამთ მაგას ჩატში რომ ვიცოდეთ რამდენი რა არის გადასახდელი. ეს დასაზუსტებელია, სათათბირო გვაქვს ეს ახალი ინიციატივა, ასე ვთქვათ. აუცილებლად დავადგენთ ამას და დაიწერება აქ ჩატში თუ იქნებით, აუცილებლად დაიწერება თანხები, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. დანარჩენი რაღაცები მოვისმინე, ჩავწვდით თქვენს იმას და გმაყოფილი ვარ და იმედია რომ ვითანამშრომლებთ ძალიან კარგად. ძალიან კარგი, სასიამოვნოა ბატონო აჩიკო. კიდევ ხომ რამე არ გაინტერესებთ? არა, მადლობთ გისმენთ და თუ რამ შეკითხვა გამიჩნდება დაგისვათ. კი ბატონო, გისურვებთ წარმატებას. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. გისმენთ ქალბატონო მზია. გუშინ ვიყავი მე აქ იტალიაში, საქართველოს პოსტაში მისული, რომში ვარ და მითხრეს ასეთი რამე, რომ რაიმე კოდი ან ინდექსი ამანაც რაც აქვს მითითებული, რომ გამოვითხოვთ აქედანო. და ამანაც რა იქნება ისეთი რამე, რომ საქართველოდან გამოითხოვენ მათ? ხო, ხოლოდ რამე დამადასტურებელი კოდი რაც აქვს ზედ ამანაც მითითებული. შეიძლება? კი, ქალბატონო მანანი. ამანაც პირდაპირ აქვს ეტიკეტი გაკეთებული, სადაც მითითებულია პოსტის ნომერიც და ყველაფერი ამანათის შესახებ რაც კი არსებობს.
და ის უნდა გადაუღონ იმას სურათი და გამოგიგზავნონ მზეა და ამას მიიტანა აქ და წაიკითხავენ ესენი არ მოიღებენ იმ კოდს და გამოითხოვენ იმას ამანაც აქეთ ეს ადესო კარგი მადლობა ძალიან მადლობა მანანიკო არა საყვარელი მადლობა თავარია მოხდეს ის რომ მიიღოთ და იყოთ მაყოფილი მადლობა ქალბატონო მანანა მადლობა აი რა კარგია გამოცდილი უკაცრავად ეს დავამატებდი შეკვეთების ისტორიაში უნდა შეგრძანდნონ კაბინეტიდან შეკვეთების ისტორიაში და იქ არის მოცემული ის პროდუქტი კი პროდუქტი უნდა შევიდნონ ლინკზე გადავიდნონ ან რა ვიცი რამენაირად დაგვაკავშირეთ ჩვენ და გაგვიზიარონ ეკრანი და გავაკეთებინებთ კი მე თვითონ იმას ვიზამ ნინ მაგას ხო კი შევიდეთ მზე შეკვეთის ისტორიაში კი ბატონო მადლობა ყველას ეს ეთყობა საქართველოში ხდება ასე ვთქვათ მაინც უფრო შედარებით იოლად ხდება პირადობის მოწმობას თუ წარუდგენ მაინც გაძლევენ მინდობილობით და ასე შემდეგ მაგალითად ავსტრიაში თვითონ პიროვნება თუ არ მივა არავის არაფერს არ მისცემენ გამორიცხული არც ერთ შემთხვევაში აკი პირადობა ან მართვის მოწმობა რაღაცა უნდა მიიტანო დამადასტურებელი და კი ბატონო მაგრამ აქ რაც არ უნდა მიიტანო არავითარ შემთხვევაში არ მოგცემენ თუ თვითონ პიროვნება არ მივიდა გამორიცხულია დამირეკე მზია ხვალ და გესაუბრები რაღაცაზე კარგი მადლობა ყველა კარგი მადლობა თქვენს ჩართვისთვის ნანი კენკაძე ქალბატონი ნანი კენკაძე ქალბატონო ნანი ახლა გაგიხსნით მიკროფონს თქვენც ერთხელ დააჭირეთ მიკროფონს თქვენი მხრიდან ხელი და გაიხსნება მიკროფონი ქალბატონო ნანი კენკაძე გისმენთ კენკაძე ალბათ ხო კენკაძე უწერია ქართულად გისმენთ ქალბატონო ჩართით მიკროფონი თქვენიდან დაადეთ მიკროფონს ხელი ხმარომ ჩაირთოს მიკროფონი გახსნილია ქალბატონო ნანი არა ინგლისურად უწერია კენკაძე კი ბატონო ინგლისურად უწერია კენკაძე კარგით მეგობრებო, როგორც აჩვენს ვერ ერთვება ქალბატონი ნანი, აღარ არის ხელი აწეული. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ქალბატონ ნანა, ერთი თქმა მინდა ვადრევანდელ ინიციატივასთან დაკავშირებით. მივესალმებით ძირფას სტუმრებს, პარტნიორებს, მოგესალმებით ყველას. დღეს ძალიან გახარებული ვარ და მოტივირებული ასმაგად, რადგან უკვე დაიწყო საქართველოს მთავარ ჩატში ქალბატონ ნანას ინიციატივით ასეთი საინტერესო მეთოდის 3+3-ის აქტიურად განხორციელება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორი შრომით, როგორი მონდომების ფასად გააკეთეთ ეს სისტემა, ეს ინსტრუქცია, ასე ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ემიგრანტები, აი ზუსტად ამ საშუალებით სწრაფად გასულიყვნენ თანხებზე, მაგრამ სამწუხაროა, რომ ვერ დავაფასეთ. პირადად ჩემ თავზეც ვიტყვი, მე ვარ პარტნიორი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. და აი ამიტომ უფრო ფას დავადებთ დღეიდან ამ დიდ შრომას, ამ დიდ საგანძურს, ჯერ ხო ბრილიანტი გვაქვს ხელში კომპანია ლივგუდის სახით და ბრილიანტს კიდე დამატებული კიდე ბრილიანტი კვადრატში და კუბში აყვანილი აი ეს 3+3. ამიტომ ყველას მოუწოდებ ხო რომ გამოიყენეთ ეს ინფორმაცია. აუცილებლად გამოიყენეთ ჩვენო ემიგრანტებო თუ გვისმენთ. სრულიად საქართველო ავიტაცოთ ხელში ეს 3+3 ერთმანეთს დაუდგეთ მხარში, რადგან დღეს ისე ჭირდება საქართველოს ფინანსურად მოძლიერება, როგორც არასდროს
დაიცალა საქართველო, დაიცალა ახალგაზრდებისგან, არ ვიცი, დედებისგან, მამებისგან. ამიტომ ძალიან ემოციურად ვარ ახლა განწყობილი და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნანას ასეთი სერიოზული წამოწყებისთვის, რომ იქნებ ამით მაინც გამოფხიზდეს ქართველი ხალხი და დააფასონ ეს საოცარი ბრილიანტი, რასაც ივგუდი და რასაც სამი ქვია. აი ეს იყო ჩემი სათქმელი. დიახ, მეც მინდა ორი სიტყვა რო ვთქვა, მეგობრებო, მივესალმები ამ საოცარ გადაწყვეტილებას. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროექტს, რაც ქალბატონმა ნანამ შეიმუშავა და რომელიც თითქოს არ ვიცი, ვინ როგორი ხედვით უყურებს, ან შეიძლება ფიქრობს ეს შეუძლებელია, ან და შეიძლება ვერ ახერხებს ამას და აი ზუსტად ეს გადაწყვეტილება არის ძვირფასო პარტნიორებო. აი საკუთარ თავსაც ვეუბნები და ყველას, ვინც არის კომპანია ლიბგუდში და არის მისი ოფიციალური წევრი. ეს გადაწყვეტილება იქნება ყველასთვის დამხმარე, რომ ამ საოცარ პროექტს, ამ საოცარ ნაშრომს შეესხას ხორცი და წარმოიდგინეთ, მეგობრებო, რამდენი წელიწადია ჩვენ რო ვართ თუნდაც სახლს მოშორებული იმისათვის, რომ გამოვიმუშაოთ თანხები. წარმოიდგინეთ 2-3 თვეში სოლიდურ თანხაზე გასვლა. ეს არ არის ზღაპარი და აი სწორედ ეს გადაწყვეტილება, აი ამიტომ ვარ მოხარული ამ გადაწყვეტილების, რომ ეს გადაწყვეტილება შეასხავს ხორცს, ამ ახალ ჩატში გადმოვლენ ის ადამიანები, რომლებსაც ძლიერი სურვილი აქვთ, რომ გავიდნენ სოლიდურ თანხებზე და ის ჩატი იგუგუნებს, აი რასაც ქვია, იხმაურებს ისე, რომ იქ არავის აღარ დაჭირდება, ისეთი ადამიანები იქნებიან იქ, რომ აი შეგვეკითხეთ, რა გაინტერესებთ, აი რაში გინდათ დახმარება, აი ამის ძლიერი სურველი ადამიანები შემოვლენ ამ ჩატში და ისეთი მუშაობა იქნება, რომ აი შედეგებით შემდეგ გაგვაკვირვებს ყველას. აი ამიტომ თქვენთვის დასახმარებლად კეთდება ეს ყოველივე. არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. დიდი მადლობა ქალბატონო ნანა. ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ლივგუდის პარტნიორი იყოს წარმატებული და დაინახონ კიდევ უფრო მეტად, სად არიან. აი ამის ყველაფერში დანახვაში დაგვეხმარება აი ეს ახალი გადაწყვეტილება. გისურვებთ ყველას წარმატებას. კი, ქალბატონო ნანა, ერთ ვიტყოდი, ქალბატონო ნანა, ეს თქვენი ინიციატივა ნამდვილად არის მისასალმებელი და აუცილებლად იქნება წარმატებული, იმიტომ რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ბატონი აჩიკო შეგეხმიანათ ამ თემაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ახალი წამოწყება აუცილებლად ახალგაზრდებით იქნება დაკომპლექტებული. მადლობა ბატონო აჩიკო, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ სასიამოვნო იყო თქვენი მოსმენა. წარმატებას გისურვებთ და წარმატებას გისურვებთ თვითონ თქვენგანს. კი ბატონო, ახალგაზრდებზე ვარ ნამდვილად ორიენტირებული, იმიტომ რომ ეს კომპანია არ არის ჩემო ძვირფასებო ქსელური კომპანია, ეს არ არის რაღაც ესე ვთქვათ მოძველებული ტელევიზორი, შავ-თეთრი ტელევიზორი, ეს არის ტელევიზორი ფერადი და თანაც ინოვაციური ახალი მოდელი. აი ეს არის ლივგუდი, ეს არის სულ სხვა სისტემა, გათანამედროვებული სისტემა, სადაც სწორედ ახალგაზრდები ჩაერთვებიან ამ საქმიანობაში და დღეს რომ იმის გამო ჩვენ ყველა ვიცით ეს რეალობა რა ხდება დღეს საქართველოში, რომ ყოველი მეორე ახალგაზრდა ფაქტიურად გადასულია, ასე ვთქვათ, თავის გასაბრუებლად ნარკოტიკებზე, აი ეს უნდა დავარღვიოთ, სწორედ კომპანია ლივგუდით. როდესაც ინტერესი გაუჩნდება ახალგაზრდას, როდესაც ის გადაწყვეტს, როდესაც ის თანხას მიიღებს, თანხას იგრძნობს და შეიძლება არათუ დედას დაელოდოს, რომელიც საზღვარგარეთიდან ფულს გამოუგზავნის, არამედ თვითონ არჩინოს დედა და უთხრას დედას, დედა ჩამოდი, ახლა მე, ჩემი ჯერია. აი ეს იქნება კომპანია ლივგუდი დღეს ახალგაზრდებისთვის, ასევე იმ ემიგრანტებისთვის შველა, რომლებიც წლები არიან გადახვეწილები საზღვარგარეთ და აი ასეთ მდგომარეობაში საერთოდ დავიწყებული აქვს საკუთარი თავი და ცხოვრობენ სრულიად
ოჯახისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი აკრდება ბავშვებს, შვილებს, იმის გამო რომ გასაგებია ფული საჭიროა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა შვილს დედა უნდა გვერდით. ეს ნორმალური მოვლენაა, რომ დედა უნდოდეს. ეს უნდა გამოვასწოროთ, სწორედ კომპანია ლირგუდით და ჩვენი ძალიან თავდადებული, თავაუწყებელი შრომით. დიახ, ქალბატონო ნანა, ნამდვილად ერთად დგომით, ჯაჭვური პრინციპით ჩვენ შევძლებთ იმას, რაც გვინდა, რომ რას საშუალებასაც გვაძლევს კომპანია ლირგუდი და ეს 3+3-ის პრინციპი. ეს არ არის მხოლოდ საუბარი, ეს არის უკვე დადებული შედეგი, რომელიც ჩვენ უკვე წარმოდგენილი გვაქვს თქვენ გერმანიაში უკვე გააქვთ ეს ხაზი, სადაც უკვე ახალგაზრდა ქალბატონმა ციცი მახსენა, რომ ახალგაზრდები გავიდნენ რაღაც 2 თვეში სოლიდურ თანხებზე, ასე რომ ვიწყებთ საქართველოში ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. კი ბატონო, ნამდვილად ასეა. ისმით ქალბატონო. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ძალიან გახარებული ვარ. ყველაზე მეტი საინტერესო საღამოა მე მგონი დღეს. სულ გულში მქონდა ეს ფიქრები, რატომღაც ჩვენ გადავერთეთ პროდუქტებზე, გვაბედნიერებდა გამოჯანსაღებული ადამიანების შედეგები. რა თქმა უნდა, ეს გრძელდება, თავისთავად გრძელდება, ეს სულ გაგვაბედნიერებს, მაგრამ ის რაც კიდე მთავარი იყო და რასაც ვერ ამჩნევდა ხალხი, მივესალმები ამ წამოწყებას, რომ დაიწყო აი დღეიდან, ასე ვფიქრობ უკვე, ჩაიდო ამას საფუძველი, რომ დაიწყება ხალხის ამოძრავება იმ კუთხით, რასაც ქვია სწრაფი შემოსავალი, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა განსაკუთრებით საქართველოს. ძალიან მყარია და როცა ამას მიეცემა უკვე სერიოზული სახე, ის განწყობილი იქნება ადამიანი იმისთვის შემოვა ზუსტად იმ ჩატში, რომ ამისთვის იქნება მზად. ძალიან მიხარია ეს მომენტი. მადლობთ. თუმცა დღეს 5000-ზე მეტი ქართველი ვართ, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ უფრო ბევრი და ბევრი ვიყოთ, ხო? მართლაც კრიზისი არის, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე განსაკუთრებით ჩვენთან საქართველოში და ნამდვილად ეს კომპანია არის, იცით როგორ, აი უდაბნოში რომ წყალს რომ მიუტან ადამიანს და რომ მიუსწრებ. აი ასე მოგვისწრო ჩვენ კომპანია ლირგუდმა. მადლობა ქალბატონო ნანა, აი ამ მართლაც გრანდიოზული კომპანიის, ასე ვთქვათ, ჩვენამდე მოტანისთვის, შრომისთვის და დღემდე რომ შრომობთ და დღემდე თქვენით მოვდივართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანიები დაუშვათ ასე გაიხსნა, მაგრამ სამწუხაროდ დაიხურა, იმიტომ რომ ვერ განაგრძეს მათ მუშაობა. ასე რომ თავი არის შეკითხვა აქვთ, უკაცრავად შეკითხვა აქვთ, თუ შეიძლება ჩავთავ შეკითხვას. ვინმე ბატონი ციფრები წერია უკაცრავად, ვერ დაგასახელებთ, გაგიხსნით მიკროფონს, 80-29-66 ციფრი წერია, ბატონია, გთხოვთ, ჩაგირთავთ ახლა მიკროფონს და შეგიძლიათ ისაუბროთ. გისმენთ, მიკროფონი გახსნილია. თქვენ თვითონაც დააწექით მიკროფონს და ისაუბრეთ. თქვენის მხრიდან ჩართეთ მიკროფონი, რომ შეძლოთ საუბარი. სანამ ეს ბატონი ჩართავს მიკროფონს, ქალბატონი გულიკო კოპალიანი, გაგიხსნით ქალბატონო გულიკო, შეგიძლიათ თქვენც დააწვეთ მიკროფონს და ისაუბროთ. გისმენთ ქალბატონო გულიკო. მიკროფონი გახსნილია, მეგობრებო, შეგიძლიათ ისაუბროთ. რატომღაც ვერ ახერხებენ. ხო, არ ვიცი რატომ. ასევე ლიკუნა ტყემალაძე, ასე წერია, ქალბატონო ლიკა. გისმენთ ქალბატონო ლიკა, მიკროფონი გახსნილია.
არ ვიცი რატო ვერ ახერხებენ, რა ხდება. ქალბატონო ლიკა, შეგიძლიათ ისაუბროთ, მიკროფონი გახსნილია. მიფასებო, მიკროფონი არის შუაში. მარჯვნივ არის ყურმილი, ყურმილიდან მესამე არის მიკროფონი. კარგით, როგორც აჩვენს ვერ ერთვებიან, ვერ ვალოდინებთ ხალხს. მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. წარმატებულ საღამოს უფრო სწორედ თბილ და ბედნიერ საღამოს გისურვებთ და წარმატებულ დღეს ხვალ და პროდუქტიულ დღეს. ახალი ეტაპი იწყება საქართველოს გუნდში და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, ისევე როგორც ჩემს გერმანულ ჩატშია. ძალიან წარმატებული ჩათი მაქვს აქ და მინდა რომ საქართველო აი ამათზე წარმატებული იყოს. რა თქმა უნდა, მე ყველაზე მეტად საქართველოზე შემტკივა გული. ეს რაც კეთდება, ესეც კეთდება მხოლოდ თქვენთვის. სწორად განეცხადეს პარტნიორებმა. ეს კეთდება მეგობრებო თქვენთვის. არა ჩემს და ჩვენს გასამდიდრებლად. თქვენთვის კეთდება ეს, რომ ამას დაედოს ფუძე, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი და ყველაფერს დაედოს თავისი ფასი. ბრილიანტიც რომ მოგაწოდოთ, აი ისე უბრალოდ საჩუქრად, ძალიან ზვირად ღირებული ბრილიანტი, შეიძლება აიღოთ და ტალახში ჩააგდოთ. ამიტომ თქვენს წინაშე დღეს ბრილიანტია 3+3-ის სახით და ეს ბრილიანტი უნდა იყოს დაფასებული. იმიტომ რომ დღეს ასეთ სტრატეგიებს ყველა ეძებს საშუალებას, როგორ ავიდეს შესაძლებლობებზე. თქვენ ლანგრით მოგეწოდათ ეს შესაძლებლობა, ამიტომ ეს იყო ჩემი გულხვი, ასე ვთქვათ, შემოთავაზება. მაგრამ დღეს მივიდა იქამდე სიტუაცია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული. ყველას გისურვებთ აბსოლუტურ სერიოზულ შედეგებს და აქ მინდა რომ საერთოდ აყვავდეს ბრილიანტები. ყველა რომ ბრილიანტები გახდეთ ეს მინდა. ქალბატონო მადლობა თქვენ. ჩვენთან ერთად რომ იყავით ამ საღამოს და სასიამოვნო საღამო გქონდა ყველას თქვენ მოსმენის სახით და მოხარული ვარ რომ ახალი დღე დაიწყება ხვალ, ახალი გეგმებით, ახალი შესაძლებლობებით. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გილოცავთ ნამდვილად კომპანია ლიუგუდის პარტნიორობას და მომავალ პარტნიორებს კიდევ გისურვებთ მალე რომ გავხდეთ პარტნიორები, რადგან როგორც თქვი, დრო ფული ღირს და აქ კიდევ და კიდევ უამრავი სიურპრიზებია კომპანიას თქვენთვის. ძალიან ბევრი რამე არ გამიჟღერებია კიდევ ახლა. შეუძლებელია რომ ჩავტიოთ ერთ იმაში, ასე რომ გელოდებით ჩემო ძვირფასებო, შემდგომ პრეზენტაციაზე 4 შაბათს ყავალი ვგუდის რუბრიკა გვაქვს, 2 შაბათი, 4 შაბათი პარასკევი თქვენს განკარგულებაში ვართ. ასე რომ გემშვიდობებით დროებით. აუცილებლად გამოცხადდება ჩატში ყველაფერი, როდის დაიწყება, როგორ დაიწყება, ფასი, ყველაფერი დაიწერება მთავარ ჩატში. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და ასე ვთქვათ, მიაქციოთ ყურადღება ახალ განცხადებებს. კარგად ზანდებოდეთ. მადლობა ქალბატონო ნანა.